გამარჯობა მეგობრებო. დანების განხილვის ახალი ვიდეო ჩავწეროთ. არ მინდა რომ ყველაფერი მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდეს თქვენთვის. ამიტომ ცოტა ხანში შემოგთავაზებთ, ეხა გიერთი კვირა დაისვენეს, ვაზეტა რა დაგვიბრუნდება. ვაპირებთ ბუნებაში გასვლას და იქ ჩავწეროთ რაღაცა ცოტა უფრო განსხვავებულ ფორმატში. დანების განხილვები, ტესტები, კითხვებსაც, რა ვიცი, რჩევებსაც მივიღებთ თქვენთან, როგორი ვიდეოები გირჩევნიათ, მძიმე დატვირთვები, ძალას რო კლავენ ეგეთი, ჭრაზე გავაკეთოთ აქცენტი თუ ასე შემდეგ. მოკლედ მაგაზე შემდეგში. დღეისთვის ეს დანები გავიაროთ, აქ არის 16 დანა წარმოდგენილი არის აქ ბიუჯეტური დანებიც, მაღალი კლასის დანებიც, კასტამებიც და რა ვიცი, ვფიქრობ, ყველა გემოვნებაში ჩავჯდებით რა, როგორც იცით, გარდა იმ დანებისა, რა რისი წარმომადგენლობაც გვაქვს და რისი დილერებიც ვართ, ჩამოგვაქვს სხვადასხვა შერეული ბრენდები, რომ იყოს დიდი არჩევანი მაღაზიაში და ყველასთვის სასურველი მოდელები შევარჩიოთ და ჩამოვიტანოთ ხოლმე როგორც გითხარით. მოდი დავიწყოთ, აი პირველი ესეთი ეგრევე განსხვავებული საშუალო კლასის დანა, დრივისას ინტრუდერი, ტასკნაივსისა და ჩვენთვის კარგად ნაცნობი და ჩვენი მეგობარი სოსოს თანამშრომლობით შედგა ეს დანა. დრივისა და ტასკნაივსის ერთობლივი დანა, უფრო ბიუჯეტური ხაზი გააკეთეს, მაგრამ დატოვეს რა თქმა უნდა მისი ხასიათი დიზაინში, ესეთი მრავალფეროვნებით დატვირთული 1428-იანი შვედური ფოლადით არის აღჭურვილი ეს დანა და ესეთი ჯიათი, ფერადი ჯიათის ჩანართებით. ესეთი ცოტა დიდი ზომის, საკმაოდ პრაქტიკული და განსხვავებული დიზაინის დასაკეთი დანა გააკეთეს და რა ვფიქრობ მოსაწონია და ბევრიც გაიყიდა, როგორც ვიცი, მსოფლიოში ეს დანა საკმაოდ კარგი და მოწონება დაიმსახურა რა. შემდეგი YouTube-ის 6-ია, ნახეთ, ესეთი მოკლე, განიერი, ცოტა მახიჯი, მაგრამ ესეც და პრაქტიკული იქნება, ვფიქრობ, იმიტომ რომ ხელში კარგად ის რაც მთავარია ეს დანა, არ აქვს დიდი სამუშაოები, მაგრამ არც პატარა, საკმაოდ კარგად გაჭრის, გათლის, გააკეთებს ყველაფერს. მოსწავლეა კარგი მექანიზმი აქვს და რა ვიცი, საინტერესო დანაა საერთო ჯამში თავისი განსხვავებულობით რა. არ არის ისეთი სადა და მარტივი დანა, როგორც ჩვენ ვეხოვნე საკესტანებს რა. ეს კი მეგობრებო, გაიზერის მილიტაოა ჯიათისა და ქურუთის ჩანართით, ეს ძალიან გავს ხესაც, მიკარტასაც, მაგრამ უფრო სხვა მასალაა. და ჩვენს ძალიან ლამაზია, მომეწონა, გამოდის ეს სხვადასხვა ფერებში, ჩვენ ესეთი ყავისფერი შევარჩიეთ. შავთან კარგად მიდის, ფოლადი გვაქვს 154 cm ამორიკული, ესეთი დიფქერი საკიდი, ძალიან კარგი ედისია, ფრონტითაც კარგად იხსნება, ხელში კარგად ის რაც თავარია. ესეც მაგარი კარგი ედისია, ასევე ბიუჯეტური სეგმენტიდან, ისევ ბიუჯეტური ხაზით გავაგზავნოთ ამჯერადაც. ეს არის მეგობრებო კუბი, როიალი, დეორი ფოლადი, JG-10 ტარით. ესეთი ასევე დიფქერი საკიდის სისტემა გვაქვს და მსუბუქი ყოველდღიური დასაკეცი დანა, ასევე ფრონტითაც კარგად იხსნება ეს დანაც როგორც ხედავთ. და ისევ ერთი კუბი უნდა წარმოგიდგინოთ მეგობრებო, ნახეთ, საკმაოდ ლამაზი დანაა, შავი პირი და წითელი ჯიათი ერთმანეთთან კარგად მიდის. ჰაუნდი ქვია, კროსბარლოკი ჩამკეტი სისტემა გვაქვს ამ დანაზე და 1428 ფოლადი გვაქვს ამ შემთხვევაში. საკმაოდ მსუბუქია, იმიტომ რომ დახვრეტილია, როგორც ვატყობთ, ჯიათის და შიგნით ეს რკინის ლაინერებიც და არის შემსუბუქებული რა. ზომა საშუალო ზომის დანაა და ზომასთან შედარებით საკმაოდ მსუბუქი გამოდის. ეხლა უფრო ავწიოთ დონე მეგობრებო და ვერონაივსი უნდა წარმოგიდგინოთ. ნეურონი M390 ფოლადი, დაბლი ტენტი სისტემა აქვს და slip joint-ია. არ აქვს ჩამკეტი, მაგრამ როგორც გითხარით, ორმაგი დეტენტი აქვს და ესე აფიქსირებს და თითის მიდებით ხელში ძალიან კარგი სათამაშოა, ძალიან საინტერესო, ცოტა ძვირიანი სპინერია რა. ტიტანი და M390 როგორც გითხარით. და ისევ ვერო გვაქვს შემდეგი მოდელიც, ცოტა კიდევ უფრო ცოტა გავხსენი, შემდეგში კარგად გავხსნი, გაჩვენებ ჯერ დააკვირდით თვითონ მოდელს მეგობრებო. Exxon, Bacon Damasco, ნახეთ რა ლამაზია. ამ ხაზებს და სილამაზეს დააკვირდით. ასევე თხელი, მსუბუქი და რა ვიცი, ვფიქრობ, კაი ტიპია. აბა რა სიტყვით. მექანიზმი მოწოდების სიმაღლეზე რა თქმა უნდა. ესეთი მაგარი ვერონაივსი მეგობრებო და შემდეგი გახლავთ ბუზბლეიცი, ესეთი წვრილი, მსუბუქი სახასიათო დანა, ფრენკი ქვია მოდელს, M390 გვაქვს ფოლადი, ტარი, ტიტანი, ესეთი წვრილი, 3D საკიდი სისტემა. რა ვიცი, იცით როგორი დანა, რომ ვერ იგრძნობს და არ შეგაწუხებს რა უბრალოდ. ასე. ეს კი მეგობრებო
რაიკის მოიდა ის რა სამით ლამაზად რო გამოჩნდეს კაცში უკაცრავად აი რაიკის Cybertix-ია M390 ფოლადი ტიტარისტანი აი ესეთი ერთ შეხედვით სადადა დახვეწილი თან თავისი განსხვავებული გრაინდებითა და პირის ფორმით რა ვიცი მე რომ მიყვარს ისეთი დანაა მოკლედ კაი რამეა ძალიან კარგი რამეა ძალიან ბევრის გემოვნებაში ჩაჯდება დარწმუნებული ვარ ეს დანა და ბევრსაც მოეწონება ისო მაღალი დონის დანებს ვაგრძელებთ მეგობრებო პროტეკის აი ეს შესანიშნავი custom მოდელი უნდა წარმოგიდგინოთ ბობ ტერზოულას დიზაინერი ლეგენდარული კაცის ATCF-ი ნეკერჩხალის ჩანართი ალუმინში და პირს დააკვირდით მაიკირის აი ესეთი mirror polish-ი აქვს დამუშავება ესეთი გრაინდები ძალიან მსუბუქი და დახვეწილი მაგარი ტაქტიკური დანა მეგობრებო ერთხელ კიდევ გავხსნით თქვენის ნებართვით აი ესეთი კარგი ბიჭია ეს კი მეგობრებო CKF-ისა და ტაშიბარუჩას ერთობლივი დანაა ჯუსტისი M398 ფოლადი ინტეგრალი ტიტანი და ტიტანის დამუშავებას დააკვირდით უბრალოდ აი ეს ტექსტურა აი აქ კიდევ ესეთი ულამაზესი პირის სატენი ნახე როგორ გასდევს ну აქ უკვე დეტალებში ესილამაზე როცა აკვირდები დანას ვნახულობ თვითონ რასთან გაქვს საქმე და ესე შორიდან ერთი შეხვედით კი ჩანს რომ მაღალი დონის დანა მაგრამ როცა დეტალებს აკვირდები ყოველთვის უკეთესად აღიქვამ და ამყავებ ჟარგოს ვითხოვ იტყვი თქვენის ნებართვით თუ რა დანა ეს კი მეგობრებო სპაიდერკოა გასრავად როკ ჯამპერი ვიჯიათი ფოლადით აი ესეთი მსუბუქი ტარი დეფარენის ტარით ძველი მოდელია და ნოარკლიფი პირი გვაქვს იაპონური ვიჯიათი ფოლადი როგორც გითხარით დამზადებული ეს დანა იაპონიაში და საკმაოდ განსხვავებული და უკვე საკოლექციო მოდელია ეს კი ტენაშუსია საკოლექციო სამდანაზე ვერ ვიტყვი ეს დანა გამოირჩევა თავისი პრაქტიკული ფორმით ბიუჯეტური ბიუჯეტური დანაში გადის ხო დაბალი ფასით და ესეთი გამორჩეული სპაიდერკოს უყვარს ხომ განსხვავებული ფორმები და რაღაცები ეს გააკეთა სადა პირით ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე ეს და რეზაილენსი არის მსუბუქი პრაქტიკული ედისი დანები რა და რეკომენდაცია ამ დანას ვის არ უნდა ძალიან ძვირიანი დანის გაფუჭება ხმარებაში შეუძლია ეს დანა აირჩიოს რა და სპაიდერკოს ინტერესი აქვს რა თქმა უნდა ეს კი მეგობრებო კაიზერია აი ესეთი თავის განსხვავებული ლამაზი შავი თეთრ შესრულებული ჯიათის აი ნამოზი ნახატებით ბათონლოგ ჩამკვეთი სისტემა გვაქვს ხრილოვანი S35 ვიენი ფოლადი იფქერი ფოლადის საკითი კაიზერ კორმორანტი ძალიან საინტერესო და კარგი დანა ესეც ხელში კარგად ზის ზომა კარგია დაშვება კარგი აქვს ვფიქრობ პრაქტიკული და კარგი დანა იქნება ესეც ახლა კიდევ ავწიოთ დონე ერთხელაც თქვენი ნებართვით და ეს benchmade ადამასი უნდა წარმოგიდგინოთ ავტომატური ადამასი ამჯერად აგვაქვს აგრეთ ჩამკეტი და ეს განახლებული ადამასია მეგობრებო CPM ქრუვი არის ფოლადით ტაქტიკურია ეს დანა როგორც ხედავთ ხელში ძალიან მაგრად ზის ეს არის გამორჩეული benchmade-ებში თავისი გამძლეობით გათვლილია მძიმე დატვირთვებზე და ამიტომ არის ყველას ვისასურველი და მოსაწონი ეს დანა ძალიან მაგარი დანაა რეკომენდაცია მას რა თქმა უნდა და დღეისთვის ბოლო მოდელი აი ეს MicroTech უნდა წარმოგიდგინოთ UTX-85 ესეთი Boba Fett-ის ჯავშნის მიხედვითაა დამზადებული როგორც ვიცით უკვე ქონდა ერთხელ ამ დანაზე ვიდეო ჩაწერილი და ბევრ თავს არ მოგაწყეთ ამაზე საუბრით არიან საინტერესო და კარგი დანა უყვართ ვარსკვლავური ომების მოყვარულებსაც და MicroTech-ის მოყვარულებსაც კონკრეტულად ეს მოდელით და ზოგადად MicroTech-ის დანებით გადავალოთ თვალი ამ მოდელებს და რა ვიცი ვფიქრობ მაყოფილი დარჩებოდით ჩვენი დღევანდელი დანების განხილვითაც სიახლეებსაც გვირდებით კიდევ და კიდევ როგორც გითხარით და ხო რა ანუ არის ბიუჯეტური და მაღალი კლასის დანები 16 ერთმანეთისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი კარგი ედისი დანები მეგობრებო ახლა კი დროებით დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ